ჭიჭე გეყოფა ნუტირი. კეთილი განზრახვა მქონდა. ასეთ სიტყვებს არ ვიმსახურებ. ვიცი. მაგრამ ჩემს დას ასეთი ხასიათი აქვს. ნუ მიაქცევ ყურადღებას. უნივერსიტეტში ნამტირალები წახვალ? გისმენ ჯემ. გზაში ვარ. ო, მოვასწრებ. არა, არ დამაგვიანდება. კარგი. დღეს ბოდრუმში მივდივარ. საღამოს ეშრეფი წამოგიყვანს. კარგი. არ მოიწყინო, კარგი? კარგი. წარმატებულ დღეს გისურვებ. ნახვამდის. ბავშვი ხელში არა უყვანია, ხედავ? ეიქნებ დეპრესია აქვს. ცუდა მინჩი ხდება ხოლმე. რა ვიცი. წესიერად არც მელაპარაკება. იმედია ნელ-ნელა მიეჩვევა. რძე აქვს? არა. ბავშვს არ აჭმევს. კარგი, პატარა. დამშვიდდი. ნამდვილი სატანჯველია. შვიდად ბებია სიხარულო. ჩემო პატარა უფლისწულო. სახელიც არ დაგირქმევიათ. მე ვერაფერი მოვიფიქრე. მეგონა გოგო დაიბადებოდა და ფულია უნდა დაგვერქმია. მაგრამ ბიჭი დაიბადა. ჩემო ძვირფასო. ბებია სიცოცხლე. ნეტა დედა რას დაგარქმევს? რა სახელს შეგირჩევს? არ იცი? კარგი, კარგი. მოდი ჩემთან. იასემინ. Anne, დედა, yedi mi mama? შეჭამა? Alayım mı? მომიცი ავიყვან. იასემინ, მე ბოდრუმში უნდა წავიდე შვილო. ბავშვს დაიტოვებ? რა თქმა უნდა. წადი, არ ინერვიულო. მოვუვლი. Anne, დედა, uyanacak. მე მგონი იძინებს. დააწვენ? კარგი. ბაბუა, შეხედე შვილიშვილს? ეს ჩვენი შვილიშვილია. ჩვენი ლამაზი უფლისწული. ჩემო საყვარელო. ჩემო ერთადერთო.
გისმენ. ქალბატონო შაჰნურ, მე ვარ. როგორც იქნა გადავუღე ფოტო. აქ ერთ ტიპზე არ შეყებოდა. მშვენიერია? ყოჩახ. 4 საათი ველოდე რომ გადამეღო. ორივე კარგად ჩანს? ძალიან კარგად ჩანან. შესანიშნავია. სავალალო მდგომარეობა. ბალდარებს არ შეშვენის. შენთვის აზრი არ მიკითხავს ისმაილ. სხვის საქმეში ცხვერს ნუჩაყოფ. ფოტოები გამოგიგზავნოთ? გამომიგზავნე. ზონა, მოდი შვილო. ისმაილმა ფოტოები გამომიგზავნა. მაჩვენე როგორ უნდა ვნახო. კარგი. ღმერთო, ეს ხომ არავის არ უთხრა. თუ წამოგწდება სოფელში დაგაბრუნებ.